მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum, მე ვარ სხივი, მადლობა უკავშირისთვის, მოწონებებისთვის და კომენტარებისთვის და განსაკუთრებული მადლობა ჩემი არხის გამომწერებს ერთგულებისთვის. დღეს გთავაზობთ 2026 წლის მარტის ტაროსკოპს კირჩხიბებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია. და გაშლის ბოლოს ნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ, ნახოთ თვის ფონური ენერგია, კვერთხების 10-იანი. მარტი თქვენთვის შეიძლება საკმაოდ დატვირთული და მძიმე პასუხისმგებლობებით სავსე პერიოდი აღმოჩნდეს. იგრძნობთ, რომ ერთდროულად ბევრი რამ გაქვთ საკუთარ თავზე აღებული, ვალდებულებები, საქმეები, სხვისი მოლოდინები და პასუხისმგებლობები, რომლებიც ეტაპობრივად გროვდებოდა და ახლა ერთ მთლიან ტვირთად გადაიქცევა. შესაძლებელია ამ პერიოდში საკუთარ თავსაც კი ნაკლები დრო დაუთმოთ და ავტომატურ რეჟიმში აკეთოთ ის, რაც ასე ვთქვათ გასაკეთებელია. სწორედ ამიტომ შეიძლება გადაღლის ან შინაგანი დაძაბულობის განცდაც კი გაგიჩნდეთ. ამ ბარათის ენერგია გეუბნებათ, რომ მარტი არ იქნება უბრალოდ გამძლეობის ტესტი თქვენთვის, ეს იქნება პერიოდი, რომელიც დაგანახებთ, სად გადააჭარბეთ საკუთარ შესაძლებლობებს და სად არის საჭირო პასუხისმგებლობების გადახედვა. ყველაფერი, რაც ამ პერიოდში ზედმეტად გაწვევათ და შეგაწუხებთ, სინამდვილეში მინიშნება იქნება, რომ დროა რაღაც დაასრულოთ, გადაანაწილოთ, ან საერთოდ მოიხსნათ ზოგიერთი პასუხისმგებლობა საკუთარი მხრებიდან. რაც უფრო მეტად გააცნობიერებთ, რომ ყველაფერი თქვენი სატარებელი არ არის, მით უფრო მარტივად შეძლებთ ამ პერიოდის გავლას და ეს იქნება დრო, რომელიც დაგანახებთ, რომ აუცილებელი არა მეტი მუშაობა, მეტი დატვირთვა, არამედ გონივრული გადანაწილება, საქმეების და პასუხისმგებლობების დელეგირება, რომ მომდევნო ეტაპზე უკვე გათავისუფლებული შეხვდეთ ახალ შესაძლებლობებს. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. მონეტების ცხრიანი. ამ სფეროში საკმაოდ კომფორტულად იგრძნობთ თავს, იქნებით მშვიდად, ერთი მხრივ ემოციებით და გრძნობებით სავსე, თუმცა მეორე მხრივ არ გიქნებათ სურვილი, რომ ეს თქვენი შინაგანი პოზიტიური ენერგიები გამოუშვათ გარეთ და გაუზიაროთ თუნდაც პარტნიორს. არ მოგინდებათ აქტიური მოქმედება და თვეს მეტწილად საკუთარ შინაგან კომფორტში გაატარებთ, თუმცა ასეთი მიდგომა და თქვენი პასიური მდგომარეობა ხელს არ შეუშლის თქვენს ურთიერთობას, რომ საკმაოდ ჰარმონიულად გაიაროთ პარტნიორთან ერთად აღნიშნული პერიოდი. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. ხმლების 7-იანი. ამ პერიოდში თქვენ გამოავლენთ კრეატიულობას, מחვილგონიერებას, შეძლებთ სწორი სტრატეგიების შედგენას დასახული მიზნების მისაღწევად, დაძაბული ურთიერთობების შემთხვევაში შეძლებთ დაგეგმოთ სწორი ტაქტიკა და გაანეიტრალოთ ან სულაც თავიდან აირიდოთ კონფლიქტური სიტუაციები. თუმცა ნეგატიურ ასპექტში შესაძლებელია ეს ბარათი მიუთითებდეს თქვენს არაკეთილსინდისიერ განზრახვებზე, ტყუილზე, ღალატზე, ან გაუმართლებელ სარისკო მოქმედებებზე, პარტნიორზე მანიპულირების სხვადასხვა მეთოდებზე, მათ შორის მისი ემოციებით თამაშზე, რაც ბუნებრივია, ადრე თუ გვიან გამომჟღავნდება და საკმაოდ არასასურველ შედეგებამდეც შეიძლება მიგიყვანოთ. ამიტომ გირჩევთ იმოქმედოთ მაქსიმალურად კეთილგონივრულად და სასურველ მიზნებს ეცადეთ მიაღწიოთ მაქსიმალურად კეთილსინდისიერი გზებით. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხდება ამ პერიოდს, თასების 4-იანი. მიუხედავად იმისა, რომ ბარათების ასეთი კომბინაცია პირდაპირ მიანიშნებს ახალ შესაძლებლობაზე, რომ თქვენს თვალსაწიერში უკვე არის ან
მარტში გამოჩნდება ადამიანი, რომელთანაც შეიძლებოდა საინტერესო ურთიერთობაში შესულიყავით, დიდი ალბათობით ამ ეტაპისთვის ემოციურად არ იქნებით მზად სერიოზული ნაბიჯების გადასადგმელად და გაცნობიერებულად ან შეიძლება გაუცნობიერებლადაც, მაგრამ უარ სიტყვით ან ვერ შეამჩნევთ ასეთ შანსს. იფიქრეთ ამაზე და თუ სურვილი გაქვთ ცხოვრების ამ სფეროში ცვლილებები განახორციელოთ, შეეცადეთ იმუშაოთ საკუთარ ნეგატიურ განწყობებზე და ერთგვარ აპათიურ მდგომარეობაზე. ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გპირდებათ მარტში საქმიანი სფერო, კვერთხების 4-იანი. ამ პერიოდში თქვენ შეძლებთ მიიღოთ გაწეული შრომის პირველი შედეგები, იგრძნოთ რომ სწორად მიუყვებით თქვენ საქმიან თუ კარიერულ გზას წარმატებებისკენ, იქნებით ენერგიით სავსე და მოგეცემათ შანსები თქვენი ჩანაფიქრების რეალიზებისთვის. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. კვერთხების 7-იანი. ბუნებრივია თითოეულ თქვენგანს თქვენი ინდივიდუალური სიტუაცია გაქვთ სამსახურში, სხვადასხვა გამოწვევების და შესაძლებლობების წინაშე გახართ და საერთო პროგნოზში ამ საკითხებს ვერ ჩაუღრმავდებით, მაგრამ ბარათი გეუბნებათ, რომ მარტის განმავლობაში მოგინდებათ საკუთარი პოზიციების დაცვა, კონკურენციაში შესვლა, წინააღმდეგობის გაწევა და გადალახვა, კონტროლის შენარჩუნება, თუმცა ბარათების ასეთი კომბინაცია ასევე მიუთითებს, რომ ამ პერიოდში შეძლებთ გამოავლინოთ გამბედაობა, ნებისყოფა, განსაკუთრებული შინაგანი ძალა, პროფესიული ცოდნა და გამოცდილება, რაც საშუალებას მოგცემთ გადალახოთ ნებისმიერი დაბრკოლება, დაძლიოთ წინააღმდეგობები, თან საკმაოდ ღირსეულად, თავდაჭერილად, საკუთარი მორალური და ეთიკური პრინციპების დაცვით. მე წარმატებებს გისურვებთ, მათთვის კი ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება. მონეტების რაინდი, აქ არის დასაქმების შანსი. შესაძლებელია ეს არ იყოს თქვენი საოცნებო სამსახური, მაგრამ მოგეცემათ შანსი ნელა და თავდაჯერებულად განვითარდეთ. შეიძინოთ ცოდნა, გამოცდილება, აითვისოთ ახალი პროფესია და გახდეთ მაღალკვალიფიციური პროფესიონალი. მთავარია იაქტიურეთ, რაინდი ტაროს სისტემაში გულისხმობს მოძრაობას, მათ შორის ფიზიკურ გადაადგილებასაც. მოიკითხეთ ვაკანსიები პირველ რიგში ნაცნობებში, არ დაივიწყოთ ინტერნეტ საიტებიც, თქვენ გაქვთ ამ პერიოდში დასაქმების შანსი და არ გაუშვათ ეს შესაძლებლობა ხელიდან. მათთვის კი ვინც თვითდასაქმებულია ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, მონეტების 3-იანი, არაჩვეულებრივი ბარათია ამ პოზიციისთვის, მეტყველებს თქვენს პროფესიონალიზმზე, მზაობაზე მუდმივად განვითარდეთ და მიიღოთ ახალი ცოდნა და ახალი გამოცდილება, დახვეწოთ თქვენი პროფესიული უნარები, მარტის განმავლობაში თქვენი შრომა იქნება დაფასებული, იგრძნობთ აღიარებას, მადლიერებას, ასევე მიიღებთ კოლეგების მხარდაჭერას, შესაძლებელია შეიძინოთ ახალი საქმიანი პარტნიორები და მათთან ერთად დაგეგმოთ თქვენი ბიზნესის განვითარება. ამ პერიოდში შესაძლოა გაიზარდოს მოთხოვნა თქვენს მომსახურებაზე ან თქვენს პროდუქტზე, მოიმატოს კლიენტების რაოდენობამ და თუ დიდ აუდიტორიასთან მუშაობთ, შესაძლებელია თქვენი პოპულარობაც გაიზარდოს. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს მარტში, მე-14 მაღალი არკანი ზომიერება, ეს ენერგია გპირდებათ, რომ მარტის განმავლობაში შეძლებთ თქვენი შემოსავლების და ხარჯების დაბალანსებას, არ გექნებათ სანერვიულო ამ თვალსაზრისით, თუმცა დიდ შემოსავლებსაც ბუნებრივია ბარათების ასეთი კომბინაციით ნამდვილად ვერ ვხედავ, ასევე ეს ენერგია გარკვეულ სტაბილურობაზე მიუთითებს, მათ შორის შემოსავლების სტაბილური ზრდის პერსპექტივაზეც, თუმცა გულისხმობს ნელ განვითარებას, ასე რომ მარტში თქვენ ვერ დაინახავთ ხელშესახებ შედეგებს, მაგრამ არ მოდუნდეთ, მოინდომეთ და ენთუზიაზმით განაგრძეთ თქვენი პროფესიული განვითარება და თუ შინაგანად ჩამოყალიბებული გაქვთ ფინანსური მიზნები, რომელთაც გინდათ მიაღწიოთ გარკვეული პერიოდის შემდეგ,
ეს ბარათი გეუბნებათ, რომ თქვენ გაქვთ სამყაროსგან მფარველობა და თქვენი ძალისხმევა დაუფასებელი არ დარჩება. ასევე ფინანსებთან და ზოგადად თქვენს მატერიალურ რესურსებთან დაკავშირებით უახლოესი 2 წლის განმავლობაში გირჩევთ ჩემს YouTube არხზე, ნახოთ დიდი და ვრცელი ვიდეო დაბნელების დერეფნის შესახებ, რომელთაც დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი და გარდამტეხი მომენტი თითოეული ადამიანისთვის. აქ ბევრ საინტერესო ინფორმაციას და რეკომენდაციას მიიღებთ ამ ენერგეტიკულ განახლებასთან დაკავშირებით და შეძლებთ დაინახოთ თქვენი უახლოესი მომდევნო წლების და ზოგიერთისთვის მთელი 18 წლიანი ციკლის მნიშვნელოვანი ტენდენციები. ასე რომ გირჩევთ ნახოთ ეს ვიდეო, რაც შეეხება სამყაროს რჩევას მარტში, ხმლების პაჟი, გაფილტრეთ ინფორმაცია, რომელსაც იღებთ, მათ შორის ის ინფორმაციაც, რომელიც თქვენს გონებაში იბადება ფიქრების სახით, ერიდეთ კონფლიქტებს, ზოგიერთი თქვენგანი შესაძლებელია თავსაც იდანაშაულებდეთ რამეში და ასეთ შემთხვევაში გეტყვით, რომ უნდა მიუტევოთ საკუთარ თავს, თან ყველაფერი, სიყვარული იწყება საკუთარი თავის სიყვარულით, შენდობით და პატიებით. ასევე შეეცადეთ მიუტევოთ და აპატიოთ სხვებსაც, კონცენტრირდით საკუთარ კეთილდღეობაზე, ახალი შესაძლებლობების დანახვაზე, ახალი ცოდნის შეძენაზე და პიროვნულ განვითარებაზე. ასეთი იყო 2026 წლის მარტის ტაროსკოპი კირჩხიბებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე გელით პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ. ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარები, რამდენად რეზონირდა მოცემული ინფორმაცია თქვენთან. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ჩემთვის, კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. შევხვდებით შემდეგ ვიდეოებში.